მოგესალმებით მეგობრებო, მე ბექა ვარ და ჩემი ოდესი აგრძელება ახლა უკვე ციხის ძირში 5 წელია აქ ვისვენებ და არაერთი კადრი გადამიღია ამ ულამაზესი ბუნებისთვის, მაგრამ წელს შემოგთავაზებთ სულ განსხვავებულ ციხის ძირს, დაგანახებთ ისეთ ადგილებს, რომლებიც მხოლოდ კინოში გაქვთ ნანახი. ასე რომ გამოიწერეთ ჩემი არხი და გაჰყევით ჩემს ოდისეას. შენი მატარებელი მოდის. ციხის ძირში წამოსვლას ვინც დააპირებთ, გაითვალისწინეთ რომ მოგიწევთ ძირითად შემთხვევაში ლიანდაგებზე სიარული. თუ გინდათ უმოკლეს ლოკაციებზე გადაადგილება. თუ არა და მანქანითაც შეგიძლიათ იმოგზაუროთ. არის ბევრი ჩასასვლელი, ერთი არის კასტელოდან ჩასასვლელი, მეორე პეტრას ციხიდან, რაცაც სათითაოდ დაგათვალიერებინებთ ვიდეოში. მე ამ ეტაპზე ვამჯობინე ლიანდაგებზე სიარული. იმიტომ პატარ-პატარ ლოკაციებზე გადავალ და ყველაფერს მალევე ვნახავ. არის ლეგენდები, რომ ციხის ძირში არსებობს საიდუმლო პორტალები, საიდანაც შეგიძლია სხვა სამყაროებს დაუკავშირდნენ. და ერთ-ერთ პორტალს მივაგინეთ, ახლა განახებთ. აი შეხედეთ, პირდაპირ გადახვალთ, სხვაგან ხარ რა. შეიძლება რუმინეთში ამოყო თავი. წარმოიდგინეთ 5 წელი აქ ვისვენებ და აი 5 წლის წინ აქ რომ ჩამოსულიყავით, მიტოვებული იყო აქ რომ არავინ ცოდა ამ ადგილის შესახებ, ხოლო ადგილობრივები ისვენებდნენ. ახლა კიდე კარგად დააკვირდით, ნახი რა ამბავია. აქაც მოაგნეს რუსებმა, მათ ჩანჩქერსაც მივაგენით. მე გასწავლით აქ როგორ მოხვდეთ ადვილად. აქედან ჩასასვლელი არ არის. მეორე მხრიდან უნდა მოუვაროთ და ქვემოთ არის გვირაბი. მაგ გვირაბს დეტალურად განახეთ მე. გაითვალისწინეთ ისეც რომ აქ ძალიან ცხელა და ბევრი კოღოები არიან, ამიტომ ეცადეთ წაიცვათ კოღოს საწინააღმდეგო სპრეი ან კეპითი მოძრავთ, თორე დაიწვევთ. აი ზემოთ ჯვარსაც ხედავთ, ამ ჯვარზე ავალ ყველა შემთხვევაში, რომ ძალიან რთული ასასვლელი მელოდება წინ. ბევრი გველები და ხვლიკები არიან, იმედია არ მიკმეთ. ჩემი პატარა ჩხაკუნათით ვიღებ, ამას ჩხაკუნა დავარქვი. ჩემი კამერა. მეორე და მესამე პორტალი. აქედან რუმინეთში შედიხარ, იქიდან თურქეთში. ორი პორტალია. აი ახლა მე დაგანახებთ როგორ შევალ. ვახშინი ხვლიკია, კაი გადავიფიქრე. შორიდან მოულ. ეხლა მე შეგიყვანთ ერთ-ერთ გვირაბში. ერა სილამაზეა. ამაზე მაგარი გვირაბებიც არსებობს. ეხლა მე შევდივარ ლიანდაგების ქვემოთ. იმედია არაფერი ჩამოინგრევა. ვაუ! აქ არ ვარ ნამყოფი არასდროს. იმდენი ხალხი არ ამის გადამინდეს რა. სხვაზე შესვლა იმედია შტორმი და წვიმა დაიწყება, რომ წავიდნენ ესენი და მარტო მომწიოს. რუსებს რა დედის თქნა, ზეცა შახედეო აპარეკა. დევ შოქში ვარ მეგობრებო. ყველას გეფიცებთ, აი 5 წლის წინ, აი სულ მიყრუებული იყო აქაურობა, აი სულ ჯუნგლები იყო და რა ხდება? რა ხდება ბათუმია? ამიწერეთ რამდენ ლაიქზე გადმოხდე ან რამდენ გამომწერზე გადმოხდე და შევასრულე პირობას. ის პირობა ჯერ კიდევ ძალაშია. 1000 გამომწერზე ამიყვანეთ და ამ პრედუზო მედუზოს გავაკეთებ წინა ვიდეოდან თუ გახსოვთ, ვინც ჩემი აქტიური ფოლოვერია და ახსოვს, მაინც გადმოხდებით თეთრი ხიდიდან. დღე მეორე მეგობრებო. ღრუბელიც არ არის, ძალიან კარგია. კარგად გადავიღებთ ვიდეოებს, არც დავიწვევით. აბა ვნახოთ სხვა როგორ მდგომარეობაშია. ჩვენ ახლა ვაპირებთ მეორე ლოკაციიდან მივიდეთ სხვასთან. ერთი ლოკაცია იყო კიბეებზე ჩავედით და ეხლა მეორეა.
მეზობლის სახლში უნდა შევიდეთ აქ. და აქეთ უნდა გავიდეთ. მედი აქ ძაღლი არ ეყოლებათ ნახოთ, აბა. ჭიშკარი ხია. ალბათ ვიღაცას დარჩა და დაუგეთოთ ძროხალში მოვიდეს. თორე მოწველი. ცოტა ცუდი გზებია, გასათიბია. ადრე როგორ მახსოვს, აი აქედან იყო ხოლმე გადასასვლელი. ჩვეულებრივად ახლა ჩახერგეს. აი ეს არის მეზობლის სახლი. თუ კარგად დააგვიდებით, იქიდან შემოვედით და ეხლა უნდა გავუყვეთ აი ამ ბილიქს. აი ასეთ ჯუნგლებში გვიწევს მოგზაურობა. მაგიტომაა ციხისძირი ასეთი უნიკალური. როგორც ჩანს, გზა ჩახერგილია, მაგრამ მე მიყვარს ექსტრემი. გადავიდეთ, აბა რა ხდება აქეთ. ფუშენი მატარებელი მოდის დავიხიოთ უკან. აქ 50-50-ზეა. ან დაგაჯახება მატარებელი ან არა. და დაგანახებთ ახლა. აუ რა ხმა ქონდა. პლიაჟები დაყოფილია რამოდენიმე ნაწილად, მაგალითად აი იქით არის ბამბუბიჩის სანაპირო. ეს არის უკვე ქვის სანაპირო. ნახეთ როგორი ქვებია, კლდოვანი დიდი ქვები. ცოტა ცუდი ჩასასვლელებია, აქ უმჯობესია ჯებირები დააყინონ, მაგრამ სანამ ვინმე არ გადავარდება, მაგას ვერ მოიფიქრებენ. ნახეთ, აი აქ თუ დააკვირდებით, უკვე ინგრევა ეს ნაწილი. ამოდიხარ ამ ლამას სანაპიროზე და ხედავ ესეთ რაღაცას რა. კარგით ხალხო, კარგით. რა არის ეს ჩემ? არ ცხენიათ. ეხლა ვაპირებთ ამ ორ კლდეშუა გავძვრეთ, წყალში უნდა გავიაროთ. იმედია ჩემი ტექნიკა არ დასრულდება. ელა შევიდეთ. ვახშენი დიდი ტალღა. მოდი ახლა ჩემი დროინც აუშვათ. აი ამ ლოკაციაზე და ნახოთ როგორი კადრები გამოვა. თუ ზაფხულში ძალიან ცხელად და გაგრილება დაგჭირდათ, შეიძინეთ დრონი და უზექით და რა კაია. გადმოვედით ქვის სანაპიროდან მეგობრობის სანაპიროსთან. მეორე სახიფათო ლოკაციასაც მივაგენით, აქედან ეხლა უნდა გადავძვრეთ ამ ადგილას და იმედია ჩემი ტექნიკა არ დამისვლება, მე ტექნიკაზე უფრო ღელა ვიდრე ჩემს თავზე. აქ ქართველი რობინზონ კრუზოები ცხოვრობდნენ. როგორც ჩანს, აღარ არიან. აქ იყვნენ დასახლებულები თავიდან იმ ადგილას მეგობრობის სანაპიროსთან. მერე ხალხის ჭარბი რაოდენობიდან გამომდინარე, აქეთ გადმოინაცვლეს და ეხლა არც არიან. ალბათ დატოვეს ეს ადგილი თუ არ ვიცი. ვინც იცის დაწერეთ კომენტარებში. და აი ისი ჩვენ მივაგენით დამალულ ჩანჩქერს. ოდნავ კულტურულ ღორებსაც წავაწყდი. სად ღორები არ ყოფილან, ლამაზად პარკში ჩადეს და დატოვეს. ესენი არის რუსების ნამოქმედარი. ქართველი ამას არ იზავდა. ყინული უცივია. ეხლა კი შევიდეთ შიგნით და ვნახოთ რა ხდება. ძალიან სრიალის ფეხი და აქ იფრთხილეთ, ნელა ამოხვიდეთ ხოლმე. ხო არ გადავალ მაგარი. ცოტა მოუწესრიგებელი ადგილია, მაგრამ ამ სილამაზეს სანახავად ღირს. ეხლა მგონია ამაზონის ჯუნგლებში მივიდივარ და ანაკონდა უნდა დამესხას აქ. ზუსტად ეგ ვაიბი მოაქვს რა. შეხედეთ. ეს ჯუნგლებია. იქაც
ორქიდეები და იმედი აქ ანაკონდა არ გამოხდება და არ შემჭამს, რა ვიცი. ეს არის 64-ის კარიბჭე პირდაპირ მნიშვნელობით. ნახეთ რა ლამაზია. ამ ჩანჩქერზე შემოსვლა, მეგობრებო, შეგიძლიათ უშუალოდ სანაპიროდან აქედან ვერ ჩამოხვალთ. ჩამოსასვლელი არ არის. ამიტომ უნდა ჩამოხვიდეთ ქვის სანაპიროზე. აი ეს ხო არის ქვის სანაპირო. ჩამოუყევით და პატარა ჩანჩქერსაც დაინახავთ აქ. შეგინით რომ შეხვალთ დიდი ჩანჩქერის დაგხვდებათ. გადმოვინაცვლეთ მეგობრობის სანაპიროზე. აქ ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ბევრი ხალხია ხოლმე თან და ერთი აი ეს არის, სადაც ვაპირებ ხლა აძრომას და დროინით განახებთ, როგორი ფოტოები და ვიდეოები გამოვა. აბა შევიდეთ და ვნახოთ როგორი იქნება. ეს არის უეჭველი რუსი ბავშვების გაკეთებული და ბავშვობიდან უნდა მივაჩვეო იმედგაცრუებას რა. აი ესე. ვა, ნახეთ რას მივაგენი. აქ თუ გინდათ რამე დაავადება, აი კიდოთ. უნდა ჩამოხვიდეთ აქ. ეხლა რო ანაკონდა ამოხდეს აქ და ჩამithრიოს ანიანგი. შუქწევდა და ეხლა ჩვენ ავალთ ბანანების ტყეში. მეორე დღე უფრო გაასწორა რა. ხალხი არ არის. კარგია. რა ვილოცე გუშინ მაგისთანა. ხალხი გავაკრე. საქართველოში აქითაც უნდა გაიხედო და იქითაც ლიანდაგებზე თორე შეიძლება იქიდან წამოვიდეს პროტივზე მატარებელი. ჩემი რეკომენდაცია თუ მატარებელი წამოვა, თავარია პანიკაში არ ჩავარდეთ. აქ არის გადასასვლელები რამოდენიმე. გადმოდით აქეთ და ეგ არის, ოღონდ ყურებზე ხელი აიფარეთ. ხო და კიდევ არსებობს რამოდენიმე ლოკაცია, სადაც გვერდზე ვერ გადახვალ. მანდ არის 50-50 რა. უნდა გაგიმართლოს. აი მაგალითად აი ეს ლოკაცია. აქ რო გადადიხარ, აქეთ ჩასავარდნია, იქითაც ჩასავარდნია. სად მიდიხარ? ჰარში ხო არაფრინდები. ამიტომ აქ ეცადეთ ხოლმე იჩქაროთ და გაიქცეთ. ეხლა გასწავლით ადვილად ბანანების ტყეში როგორ მოხვდეთ. პეტრესტიხის პარკინგზე უნდა ჩამოხვიდეთ მანქანით. ყველაზე ადვილი ეგ არის, რომ ჩამოხვალთ და პარკინგეთ იქ მანქანა და ლიანდაგებს გამოუყევით კასტელოსკენ ფეხით. აი დაგანახებთ ეხლავე. აი კასტელო მოჩანს იქ. პირდაპირ იარეთ, დაახლოებით 500 მეტრში არის ბანანების ტყე. ეს არის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო და საყვარელი ადგილი. აქ ყოველთვის ჭრტილი უდგება. ჩემი აზრით აქ საღებავებით უნდა მოხატონ ხატრებმა ლამაზი ნახატები. იმიტომ რომ აქ თბილისის ბათუმის მატარებელი დადის და ლამაზი იქნება რა. ხლა მახინჯ ნახატებს კი ჯობია აქ ლამაზი რაღაცები დახატონ. ან ქართული სულისკვეთების რამე დააწერონ. მაგალითად რუსებს რა დედის თქნა, ძალიან დააჭირა მზე. თან ნაბახუსევზე წარმოიდგინეთ. ორ მაგათ მეჩვენება ეხლა ეს ლიანდაგები. კეპი უნდა წამომიღო და სათვალე რა. როცა კეპი დაგჭა შენ არ ხარ. რაღაც არ მოიფიქრებ. პოვარი გავხდი. აქვე მივაგენით ნაგავს. მაგრამ ეს ნაგავის მომგებიანი აღმოჩნდა. ეხლა მე კოდს შევიყვან. 1500 ქულაზე უკვე 15 ლარიან ვაუჩერში გადავცვლი გლოს ვაუჩერში. ამ ნაგავს დავაყოლებ რა თქმა უნდა. ეს ბანანების ტყე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გააშინა სულ. და აი ისიც ლეგენდარული ბანანების ტყე. კასტელო ბანანების ტყე. აქედან შეგიძლია ორნაირად ჩახვიდეთ. ერთი აი აქედან, ოღონდ ძალიან რთული ჩასასვლელია. თუ
გინდათ აქედან ჩადით მოკლეზე, თუ არა და აი აქედან ხრით. აქ ბანანებს ჩვეულებრივად ისხავს, თუ დააკვირდებით, ნახეთ. აქაც არის, აი აქაც, იქაც, მაგრამ დამწიფებას ვერ ასწრებს. ლიანდაგებიდან რომ ჩამოვხვალთ, არის ორი გზა. ხელმარცხნივ თუ გავუხვევთ, ჩავხვალთ ზღვის სანაპიროზე, პირდაპირ თუ გააგრძელებთ სვლას, შეხვდებათ ასეთი ტბა და ზემოთ რომ ახვალთ, უნდა მოუვაროთ ზემოთ, კოლონადები არის უკვე. ამ კოლონადებს ჩავსვავ ვიდეოში და განახებთ როგორია. ეს არის უკვე მარცხინა ჩამოსასვლელი. აი წეღა რო გეუბნეოდით. მოკლეზე აქედან შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ მეთქი. რო შემოვხვდეთ ხელმარცხნივ, აქ არის მეორე ჩანჩქერი. ეს არის უკვე შუქურას სანაპირო. გამაფრთხილებელ ნიშანსაც შევხვდით. აქ წერია რომ მაშველი არ არის ამ ტერიტორიაზე და საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ხართ. გახომეს ზემოთ ლეგენდარული თეთრი სკამი. ვინ აიტანა, როგორ აიტანა, რავი, დღემდე მიყვირს. უნდა განახოთ ძალიან მაგარი ადგილი. ჩემი ტექნიკა დავტოვე. რადგან აქ ვერავდივარ, უნდა ახვდე ახლა. ოპა. კიბე არ არის. ასეთ ადგილებში უნდა ჩავიდეთ. მზად ხართ? 1, 2 და 3. შეხედეთ რა ლამაზია. აქ გამოდის ძალიან მაგარი ფოტოები. უბრალოდ აქედან მოგიწევთ ჩამოხტომა რა. კიბე არ არის, დაუნგრევიათ. ან დაინგრა. რა ენაღლება ტიპს. ირუჯება.